მოგესალმებით ყველას. წარმოგიდგენთ Visa-ს და For Georgia-ს ერთობლივ პროექტს. მე გიორგი ისაკაძე ვარ, For Georgia-ს თავარი რედაქტორი, Forbes-ის თავარი რედაქტორი საქართველოში. და ეს არის Visa-ს და For Georgia-ს ერთობლივი პროექტი, რომელიც პოდკასტების სერიის ფორმატში წარიმართება, სადაც მოწვეულ სტუმრებთან ერთად იდეაში ყველაზე მეტად მაინც განვიხილავთ საქართველოს ინოვაციების ეკოსისტემას. ეს პროექტი არის ერთგვარი ღია დისკუსიის პლატფორმა, რომელიც მოგცემს მე მგონია, რომ კარგ შესაძლებლობას, რომ მოწვეულ სტუმართან, ექსპერტებთან, პროფესიონალებთან, Visa-ს და მის პარტნიორებთან ერთად შევაფასოთ და ვიმსჯელოთ ინოვაციების ტენდენციებზე, კულტურასა და მის აქტუალობაზე. ქალბატონებო და ბატონებო, დაჩი ჭოლაძე, კომპანია Pulsar AI-ის აღმასრულებელი დირექტორი, მმართველი პარტნიორი, დამფუძნებელი, ყველაფერი ერთად. დაჩი, გამარჯობა. გამარჯობა, დიდი მადლობა მოწვევისთვის. მოდი Pulsar-ის დღევანდელი სტატუსი ვთქვათ, სანამ სურათს გავსდით და შენი როგორც ერთ-ერთი გამორჩეულად წარმატებული მაგალითის ტექნოლოგიების მიმართულებით და შენს კომპანიას გულისხმობ, გავაფართოვებ სურათს საქართველოსთვის საჭიროებებზე, მაგრამ სად არის დღეს Pulsar AI? დღეს Pulsar AI გახდა ნაწილი იმ დიდი კომპანიის, რომელმაც შეგვისყიდა Spinkari, New York based კომპანია, რომელიც ოპერირებს ავტოინდუსტრიაში და კერძოდ მომხმარებლებს თავაზობს ბევრ სხვადასხვა გადაწყვეტილებას, ტექნოლოგიურ გადაწყვეტილებას იმისათვის, რომ უკეთესად აწარმოონ ონლაინ გაყიდვები. შევუერთდით ამ გუნდს, შევუერთდით ამ კომპანიას, მთლიანი Pulsar-ის გუნდი დაახლოებით უკვე 43 ადამიანი გახდა დიდი Spinkari-ის ოჯახის წევრი, რომელიც თავის მხრივ დაახლოებით 90,000 ადამიანს აერთიანებს. შესაბამისად გავხდით უფრო დიდი კომპანია, ორ სხვადასხვა კონტინენტზე. და Pulsar-ი აგრძელებს ხელოვნური ინტელექტის მიმართულებით დიალოგების მიმართულებაში, კერძოდ იმ პროდუქტების განვითარებას, რომელიც ასევე ეხმარება ავტოდილერებს უკეთესად აწარმოონ გაყიდვები. რამდენად ფორმალიზებული იყო, უფრო სწორად ვიტყოდი, აი თქვენი გაერთიანება შერწყმის, შესყიდვის პროცესმა, რამდენად ჩაიარა, რამდენად შენთვის ცნობილი იყო დანარჩენებისთვის Spinkari-ის გუნდი და რამდენად ესე ვთქვათ, კარგად მოხდა შეხამება. შესაძლოა სინთეზი კარგად შედგა, მაგრამ თვითონ პროცესი საინტერესო. კი ბატონო, კაი შეკითხვაა, იმიტომ რომ რეალურად შერწყმის და ზოგადად ესე კომპანიების გაერთიანების დროს თუ არსები 90%-ზე მეტ შემთხვევაში წარუმატებელი შერწყმა ძირითადად არის ხოლმე გამოწვეული იქიდან, რომ ეს ორი გუნდის სხვადასხვა კულტურა ვერ ჩდება ერთმანეთში, ვერ შეთამაშდებიან, ესე რომ ვთქვათ, მარტივად და ეს იწვევს ხოლმე საბოლოო ჯამში იმას, რომ კომპანიების შერწყმა არის წარუმატებელი და წარუმატებელი გამოდის საბოლოო ჯამში ეს გადაწყვეტილებას და ნაბიჯიც. ჩვენ შემთხვევაში ძალიან გაგვიმართლა ვიტყოდი, ვერ ვიტყოდი, რომ დასრულებული არის ეს ინტეგრაციის პროცესი, იმიტომ რომ ცოტა ხანგრძლივი პროცესია და დღეს კიდე ვცდილობთ, რომ ამ პროცესში რაღაც ასპექტები გავაჯანსაღოთ, თუმცა თავისით და ბუნებრივად რაც მოხდა, იყო ყველასთვის ძალიან სასიხარულო, რომ საკმაოდ ბევრ თემაში გადაიკვეთა ჩვენი ხედვები, გადაიკვეთა ჩვენი დამოკიდებულებები, რაღაც პასუხისმგებლობის გრძნობა, ის ძირითადი პრინციპები, რომელ პრინციპებზეც ეყრდნობოდა Pulsar-ის წარმატება და Pulsar-ის გუნდის წარმატება, თუ როგორ მუშაობენ ადამიანები, როგორ ესმით რა არის მათთვის საქმე, რა არის მათთვის მნიშვნელოვანი, არის ეს სამსახური თუ მიზანი და ასე შემდეგ. აი ამ ხედვებში ძალიან გადავიკვეთეთ Spinkari-ის გუნდთან და შესაბამისად ყველა ჩვენი გადაკვეთა, მათ შორის საქართველოში, ამერიკაში, დისტანციურად, ონლაინ და ასე შემდეგ, არის საკმაოდ კარგი მაგალითი იმისი, თუ როგორ შეიძლება დაიძრას და განვითარდეს კარგი ინტეგრაციის პროცესი ორ სრულიად განსხვავებულ ქვეყანას შორის არსებულ კომპანიებში. ხო. გავაფართოვდი მე მენტალობის და სხვა თემات, მაგაზე გადავალ, იმიტომ რომ გამიკეთე უკვე მაგისი, ასე ვთქვათ, მოტივირება შემდეგ კითხვისთვის, მაგრამ დღეს Pulsar AI ეს Spinkari-ა თუ ის
რჩება მაინც Pulsar AI-ით? არა, დღეს Pulsar AI არის უკვე სპინქარი, Pulsar-ის პროდუქტებს. ჩვენ რეალურად გქონდა ერთი პროდუქტი, მაშინ როცა შეუერთდით სპინქარს და ამიტომ მთლიანად ამ პროდუქტსაც და ყველაფერსაც ერქვა Pulsar AI. დღეს უკვე დაისრულა რამოდენიმე კვირის წინ ჩავუშვით დამატებით სხვა პროდუქტი, რომელიც ჩვენ შემთხვევაშიც გამოიწვევდა იმას, რომ რაღაც სხვა სახელი უნდა დაგვერქმია და შესაბამისად უკვე Pulsar-ი მას შემდეგ რაც შეუერთდა Spincars ამ პროდუქტების ჩაშლის შედეგად დაერქვა სხვა სახელები, სადაც Pulsar-ი აღარ ფიგურირებს. არის ერთ პროდუქტს ქვია Sales AI, რომელიც ეხმარება დილერებს გაყიდვების ავტომატიზაციაში. ეხლა ახალ პროდუქტს ქვია Service AI, რომელიც ეხმარება დილერებს რომ მოიყვანოს მომხმარებლები ავტოსერვისისთვის და კიდე ემატება ამას პროდუქტები, როგორც ჩაშლა ამ ორი მიმართულების, ასევე სხვა დანარჩენი პროდუქტების დამატება და საბოლოო ჯამში ეს ყველაფერი მოექცა Spincars ქვეშ, რომელიც თავის მხრივ გაგანდობთ ერთ გეგმას არც თუ ისე დიდ საიდუმლოს, თუმცა მაინც შიდა თემას, რომ იგეგმება და უკვე მუშაობა მიდის rebranding-ზე და დიახ და rebranding-ის შედეგად უკვე Spincars გახდება ის ერთ-ერთი პროდუქტი, რომელიც როგორც არის თქვა Sales AI და Service AI დღეს, იმიტომ რომ თავად Spincars-აც უკვე 7-8 დასახელების სხვადასხვა სერვისი აქვს, software as a service აქვს დილერებისთვის და Spincars უკვე ვეღარ აღწერს იმ კონცეფციას, ეს გარი სპლიტია, ესა სერვისებიდან და მომსახურებიდან გამომდინარე, დაჩი ისპლიტება, ანუ ხო, იცი როგორ არის, ანუ ბევრ საჭიროებას უგვარებს დილერს. ანუ ეს ყველაფერი დაიწყო იმით, რომ ქმნიდნენ ტექნოლოგიას, რომელიც ეხმარებოდა დილერებს ავტომობილის 360 გრადუსიანი ვიზუალიზაცია გამოეტანათ ვებსაიტზე. თუმცა ამას დაემატა მერე იმდენი რამე, რაღაც ანალიტიკა, retargeting-ი, მომხმარებლების retargeting-ი სხვადასხვა სივრცეებში და კიდევ რაღაც სურათების დამუშავება მარტივად და ასე შემდეგ, ანუ იმდენ პრობლემას უგვარებს უკვე, რომ ეს მხოლოდ Spincars, ანუ რაღაც ავტომობილის დატრიალება ამ იმას ვეღარ მოიცავს თავის თავში. ფიქრობ, რომ ბრენდი Pulsar სადმე ოდესღაც ისევ გაჩნდება, თუ გამორიცხული არაფერია, ეს პასუხი გაქვს ამაზე? ხო, ვიტყოდი, რომ გამორიცხული არაფერია, თუმცა მქონია ამაზე ჩვენ საუბარი და მას შემდეგ რაც მათ გაგვანდეს ხედვა, რომ სურდათ, რომ Pulsar-ი როგორც სახელის ფიგურირება ამოეღოთ და მთლიანი ერთი კოლგა შეექმნათ, რომლის ქვეშაც გაერთიანდებოდა Pulsar-ის პროდუქტების და Spincars პროდუქტებიც. ის რაც მაშინ ვისაუბრეთ, იყო ის, რომ რაღაც პერიოდის მერე, მას შემდეგ რაც Pulsar-ი უკვე ინტერნეტ სივრცეში ნაკლებად იქნება ჭიდროდ დაკავშირებული ავტომოტივ ინდუსტრიასთან, სავარაუდოდ დავიბრუნებთ ისევ ამ ბრენდს და მინიმუმ საქართველოს მასშტაბით არსებულ პროექტებში კვლავ ეს სახელი ფიგურირებს. რა თქმა უნდა, ეგ ვერ დაიკარგა. ხო, რაღაც სენტიმენტები არის. და გადავდივარ იმ სენტიმენტზე და იმ კითხვაზე, რაც Pulsar-მა დატოვა კვლავ იმ ნასყიდობიდან გამომდინარე, იმ შერწყმიდან, იმ acquisition-დან გამომდინარე, რაც შედგა დაჩი. რა პრეცედენტი შეიქმნა Spincars და Pulsar-ის შერწყმით და აი ამ კოოპერაციით საქართველოსთვის. შეგიძლია ვიწრო, შეგიძლია ფართო სურათის ჭრილში უპასუხო. ალბათ დავიწყებდი, მოდი ბარემ ფართოდ უპასუხოთ, იმიტომ რომ მგონია, რომ მაინც უფრო ბევრ კითხვას უპასუხებთ ეს. ასე მგონია მოვიცავთ. შენი და შენი გუნდის დამსახურებით Pulsar-ს დასაწყისიდანვე იცნობდა ქართველი მსმენელი, ქართველი მაყურებელი, ის ადამიანები, ვინც დაინტერესებული იყვნენ ტექნოლოგიებით, სტარტაპებით და ასე შემდეგ და ამისთვის კიდევ ერთხელ მინდა მართლა ძალიან დიდი მადლობა გადაგიხადო, იმიტომ რომ იცი რა, დღეს შეიძლება Pulsar-ი ბევრი გადაცემისთვის და ჩვენ ბევრი აუდიენციისთვის საინტერესო სტუმრები ვართ, მაგრამ მაშინ როცა უფრო მეტად გვჭირდებოდა ეს ჩვენ ვიდრე ჩვენ გვჭირდებოდით სხვებს, მაშინ მართლა ყოველთვის გვერდში გვედექით, ყველა გაგებით და ეს ჩემთვის ძალიან მნიშვნელოვანია და ძალიან დიდ პატივისცემას იმსახურებს არა მარტო ჩემგან, არამედ მთელი გუნდისგან და ზოგადად ყველა ადამიანისგან, ვისთვისაც ხელშეწყობა რაღაცა მნიშვნელოვან ასპექტს წარმოადგენს და აქედან გამომდინარე
არ ვიცი რომ დაძებნო კარგად ინტერნეტში, რასაც იპოვი ჩვენ შესახებ, არის რაღაც წლების წინ ინტერვიუები, სადაც მაგალითად თქვენთან საქმიან დილაში ვსაუბრობთ ხოლმე იმაზე, რომ აი ამერიკაში მივდივართ, მე რომ ვსაუბრობთ იმაზე, რომ ამერიკიდან ჩამოვედით და რაღაც კონტაქტები შევიძინეთ, მე რომ ვსაუბრობთ იმაზე, რომ რაღაც დიდი ამბიციები და გეგმები გვაქვს და ასე შემდეგ და ერთ დღესაც დგება მომენტი, როცა ამ ამბიციებმა და ამ გეგმებმა რაღაც ხორცი შეისხა და განხორციელდა და დასრულდა წარმატებით. ჩემი აზრით, აი ის ფაქტორი, რომ ჩვენ გვსმენია ბევრი ქართველი წარმატებული ადამიანის შესახებ, რომლის შესახებაც მას შემდეგ გავიგებთ ხოლმე, როცა წარმატებული გახდება და ჩვენთვის ცოტა რთულია ხოლმე მე ჩვენი თავი დავინახოთ მათში. ოკეი. მაშინ როცა ჩვენ გვადევნებთ და თვალყურს დავიყავით ერთ-ერთი ჩვეულებრივი რიგითი სტარტაპი, რომელიც რაღაც ცდილობდა, რომ თავისი ამბიციები ქონოდა და განეხორციელებინა ეს გეგმები და იდეები, ჩემი აზრით ძალიან ბევრ ადამიანს შეუძლია გაავლოს პარალელი თუ ვინ ვიყავით ჩვენ, რას ვაკეთებდით და ძალიან ბევრი მსგავსება დაინახოს ჩვენსა და მათ შორის, რომელიც რეალურად არსებობს, ხო? ამიტომ გონია რომ ის პრეცედენტი პირველ რიგში რაც მოხდა, იყო ის, რომ ნამდვილად საქართველოში დაწყებულმა, ნამდვილად იმ ადამიანების მიერ დაწყებულმა კომპანიამ, რომელიც ზუსტად მათი მსგავსია, ვინც ამ ყველაფერს თვალყურს ადევნებს, შეძლო ის, რომ მიაღწია ესეთ წარმატებას. ამიტომ მე ვფიქრობ, რომ ძალიან მნიშვნელოვანი არის შენს სიახლოვეს ხდებოდეს ესეთი რაღაც იმისთვის, რომ უფრო მეტად წამოგაგდოს სკამიდან და მიხვდე, რომ კი ზუსტად ეს შენს თვალწინ არის და ეს შენგანაც შესაძლებელია. ერთ მაგალითს მოყვები. ერთ წიგში არის ესეთი მაგალითი განხილული, რომ როცა რამე სპორტში ვინმე ადამიანი გამოჩნდება და რეკორდს დაამყარებს, შემდეგ წლებში უფრო მეტი ადამიანი ჩნდება, ვინც ამ რეკორდს აუმჯობესებს. იმიტომ რომ ეს უბრალოდ რაღაც თვალსაჩინოებისთვის არის და ასევე რაღაც რომ დავაკვირდეთ თუნდაც ქართული ოლიმპიური ჩემპიონები, რომელი ქალაქებიდან და რომელი სოფლებიდანაც არიან, იმ სოფელში ეს სპორტი უფრო ფეხს მოიკიდებს ხოლმე და უფრო მეტი წარმატებული ადამიანი მოდის, ხო რატო? ხო მანამდეც არსებობდნენ წარმატებული ადამიანები, ვისაც შეიძლება უფრო მეტიც იცოდნენ, მაგრამ ნუ აი ეს სიახლოვე და ეს გაიგივება, რომელიც შეგიძლია გააკეთო, არის ძალიან მნიშვნელოვანი და ვფიქრობ, რომ პირველ რიგში ყველაზე კარგი ეს იყო და მე უკავშირიც ესეთი მივიღე ძალიან ბევრი უცხო ადამიანისგან, ვისაც დღემდეც წერენ ხან, არ ვიცი, Facebook-ზე, ხან LinkedIn-ზე, რომ აი უბრალოდ მადლობა იმისთვის, რაც გააკეთეთ, იმიტომ რომ ჩვენც დავიჯერეთ იმაში, რომ ტყუილად არ მუშაობ. დაჩი, მოდი, გავაფართოვოთ სურათი, მით უმეტეს Visa-ს და Forbes-ის მასშტაბი ამას იძლევა, ამის საშუალებას. პულსარი, როგორც სრულიად წარმოუდგენელი მიმართულებით, FDI-ის ერთ-ერთი შემოქმედი. FDI-ის მიმართულებით როგორ გვიჭირს ქვეყანას ცალკე აღებული პლუს ამაზე მოდან პანდემია, ეს ჩვენ ორთავენ ვიცით, მაგრამ პულსარის кейსი, რომელიც ახლა მოყევი, ესე დაწვრილებით და ძალიან მნიშვნელოვანია ყველა სენტიმენტი გიდასტურებ, დიდ სურათში ქმნის იმ პრეცედენტულობას, რომ ქართული კომპანიით სფეროში, რომელიც ფაქტიურად ვერ ვიტყოდი, რომ უპერსპექტივოა, მაგრამ არ ჩანდა ხელშესახები წარმატებული აი ეს დიდი მაგალითები, ნაბიჯ, მართლა წავედი ამერიკაში, ჩამოვედი ეს იცი საჯაროობის უმაღლესი დონე თქვენი მხრიდან, ცხადია სეგმენტირებული, იმიტომ რომ იცოდით რა უნდა მიგეწოდებინათ მაყურებლისთვის, მაგრამ ჩდება ძალიან დიდი გარიგება. რა არის ეს ქართული ეკონომიკისთვის და რა პერსპექტივა აქვს ამ მიმართულებით, ანუ ამ შემთხვევაში სუფთა FDI-ს გულისხმობ, ანუ უცხოურ ინვესტიციებს პირდაპირ. აი შეკითხვა, იმიტომ რომ რაღაც ეს ცოტა სხვა მხრიდან დანახული არის, სტარტაპის ცხოვრება სხვა მხრიდან დანახული არის acquisition-ის მერე. იმიტომ რომ ნუ რაღაც ეკონომიკურ ტერმინებში და ეკონომიკური კუთხით არ განვიხილავთ ხოლმე ჩვენ, რა თქმა უნდა, იმიტომ რომ რაღაც არც მიკროეკონომიკის დონეზეც კი არ უყურებთ, იმიტომ რომ სტარტაპია რაღაც წამოწყება, რომელიც ყოველ შემდეგ დღეს შეიძლება სხვანაირი იყოს. ჩვენ შემთხვევაში ესე ვიტყოდი, რომ ჩვენ შევინარჩუნეთ ის მთავარი უპირატესობა, რომლითაც დავიწყეთ ამ ყველაფრის კეთება. ან როცა 2019 წელს ავწიეთ 1.2 მილიონი დოლარის ინვესტიცია, ის ფაქტორი, რომ ჩვენ შევძელით გუნდი შეგვენარჩუნებინა საქართველოში და გაგვეზარდა საქართველოში და ყველანაირი პროდუქტის დეველოპმენტი და ოპერაციები ქონოდა ქართულ გუნდში,
ამან მოგწვა იმის საშუალება, რომ ჩვენ სწორედ ამ მილიონად შეგვექმნა ის ღირებულება, რომელიც შევქმნით. და ნუ ეს წარმოუდგენელი იქნებოდა ამ ბიუჯეტით, რა თქმა უნდა, ამერიკაში ამის შექმნა, ამდენი ექსპერიმენტის ჩატარება და ასეთი სხვადასხვა სტრატეგიული ნაბიჯებით იქამდე მისვლა, სამდეც მივედით. ამიტომ ჩვენ შევინარჩუნეთ ეს და იმის მერე რაც მოხდა ეს გარიგება, იმ კომპანიისთვისაც თვალსაჩინო იყო თუ რა ტემპებით და ეს ძალიან რეალობაა, რომ საქართველოში ბევრად მაღალია ტემპი, თუნდაც ახალი თანამშრომლის აყვანის, თუნდაც პროდუქტების განვითარების და ასე შემდეგ, მით უმეტეს როცა ესეთი გონება გახსნილი ახალგაზრდები ყავს გუნდში, როგორებიც პულსარში და არა მარტო პულსარში არიან. კი ბატონო, აი ცალსახად ესეა და აი ამ უპირატესობებმა თვალსაჩინო გახადა მათთვისაც ის, რომ ჯობს პირიქით საქართველოში გაზარდო გუნდი, ვიდრე ამერიკაში ეძებო გამოცდილი გუნდი. იმიტომ რომ არც ერთი ადამიანი, რომელიც პულსარის გუნდში არის, არ მოსულა ცოდნით გარედან. ყველაფერი, რასაც აკეთებს დღეს პულსარში და ყველა ის ინოვაცია, რაც პულსარს დაუდია, არის შედეგი იმისი, რომ მოგვიყვანია უბრალოდ თვალებანთებული, მოტივირებული ახალგაზრდები და მათ წინაშე წარმოქმნილი პრობლემები გადაუჭრიათ მათ და რეალურად უსწავლიათ არა კონკრეტული რაღაცის კეთება, იმიტომ რომ ვიღაცა მასწავლა გამოცდილმა, არამედ უსწავლიათ პრობლემასთან შეჭიდება და ამიტომაც არის რომ დღეს არ გვეშინია პრობლემების და თავს ვართმევთ ყველა მსგავს პროცესს. შესაბამისად, რომ მივიდე იმ პასუხამდე, რომელიც მინდოდა გამეცა, არის ის, რომ დღეს საქართველოში უფრო მეტად იზრდება პულსარის გუნდი კიდევ, მიუხედავად იმისა, რომ ამერიკულმა კომპანიამ შეგვისყიდა ჩვენ, რომელსაც მთელი თავისი ოპერაციები აქვს ამერიკაში. საქართველოში იზრდება ეს გუნდი, არა მარტო პულსარის გუნდი, არამედ ნელ-ნელა უკვე იზრდება სპინქარის გუნდით საქართველოში, რაც ნიშნავს ყოველთვიურად მილიონობით ლარის შემოდინებას საქართველოს სხვა ეკონომიკიდან ქართულ ეკონომიკაში. ერთია, როცა წარმატებული ხარ და შიდა ფინანსები ტრიალებს შენს ბიზნესში, მაგრამ მეორეა, როცა ყოველთვიურად შემოგაქვს მილიონობით ლარი და დოლარი ქართულ ეკონომიკაში. და ამით ზრდი ცოდნა სამავდროულად და ეს შემოტანილი თანხა ხმარდება იმას, რომ რეალურად ადამიანებმა უფრო და უფრო მეტი, ასე ვთქვათ, გიჟური იდეები აკეთონ იმ სფეროში, რასაც ქვია ხელოვნური ინტელექტი, იმიტომ რომ დაგეთანხმები, რომ ჩვენ რომ ამ კომპანიას ვიწყებდით, ალბათ რაღაც კატეგორია ადამიანებისა იცინოდა, რომ ცოტა სიგიჟე იყო 2016 წელს ჩაგეფიქრებინა, რომ საქართველოსთან ხელოვნურ ინტელექტზე უნდა გემუშაო. და აი ეს ფაქტორია რეალურად ის, რაც ვფიქრობ, რომ ბევრისთვის ალბათ გასააზრებელი არის, რომ შენ შეიძლება გყავდეს გუნდი საქართველოში და ამით ერთი რომ დაეხმარო შენ თავს და შენ კომპანიას, რომ გქონდეს საკმაოდ ბიუჯეტური ოპერაციები და მეორე მხრივ დაეხმარო ქვეყანას, რომ ყოველთვიურად გაამდიდრო სხვა ეკონომიკიდან შემოტანილი სახსრები. კარგი, დაჩი ცოტა ბოლოსკენ რომ წავიყვანოთ, მინდა შენთან ესეთი ბოლო ორი კითხვა დავუსვა. რა პოტენციალი აქვს საქართველოს ამ მიმართულებით? ჩვენ მოუყევით Pulsar AI-ის მაგალითი, რა და როგორ მოდის, მაგრამ გთხოვ გააფართოვო ეს სურათი. შენ იცნობ ეკოსისტემას, არსებულს, იცი მისი ძლიერი სუსტი მხარეები. მინდა ესეც დაასახელო, რა ჭირდება ამ პოტენციალს, რომელსაც ასევე ადასტურებ, რო არის და უპირატესობებს გამოსაყენებლად, არსებობს თუ არა ერთგვარად რაიმე ბუსტი, რომელიც ამ სიტუაციას უფრო სწრაფად წაიყვანდა წინ. კი, ნუ ამ სიტუაციის განმარტებაში ალბათ დავაზუსტებ, რომ რაღაც გლობალურ კომპანიებზე ვსაუბრობ, საქართველოსთან გლობალური კომპანიის შექმნაზე. და მე პირადად რაც დავაფიქსირე ჩვენს გამოცდილებაში და რაც შემდეგ უფრო და უფრო მეტად დამტკიცდა ჩემთვის ბევრი ფაქტით იყო ის, რომ ძალიან რთულია საქართველოსთან დაინახო ისეთი პრობლემები, რომელი პრობლემებითაც შეიძლება შექმნა გლობალური კომპანია. ანუ საქართველოში რა გამოწვევების წინაშე ვდგავართ, არ არის აუცილებლად ისეთი გამოწვევები, რომელიც მსოფლიოს აწუხებს დღეს. ამიტომ ამისთვის ყველაზე სწორი ნაბიჯი, რაც ჩვენ გადავდგით, იყო ის, რომ წავედით ამერიკაში და დავიწყეთ დაკვირვება იმაზე, თუ რა ხდება იქ და რა ჭირდებათ იქ. იმიტომ რომ მიუხედავად იმისა, რომ ჩვენ შემდეგ ეს კომპანია მთლიანად საქართველოსთან შევქმნით და 100% საქართველოსთან იქნება, პრობლემის იდენტიფიცირება და პროდუქტის
შეგრძნება თუ რა უნდა შეგვექმნა, შევიქმნით მთლიანად ამერიკიდან. ამაში ძალიან დაგვეხმარა ჩვენ ის ნაბიჯი, რომ ჩვენი ერთ-ერთი თანადამფუძნებელი გახდა ჯორჯ არისონი, რომელიც ჩვენთვის იყო ზუსტად ის, ვიტყოდი, ის ფანჯარა ამერიკულ რეალობაზე, რომელმაც ძალიან დიდი როლი ითამაშა იმ პრობლემის იდენტიფიცირებაში, რომლიდანაც მერე ჩვენ წამოვიღეთ და შევქმნით უკვე ეს პროდუქტი. ამიტომ მე ვფიქრობ, რომ ის მთავარი ბუსტი, რაც ჩვენ გვჭირდება, და აი დადებით და უბრალოდ უპირატესობებზე და რაღაც პრობლემებზე როცა საუბრობდი, მე მიმაჩნია, რომ საქართველოში ძალიან ბევრ ადამიანს აქვს იმის უნარი, რომ შექმნას ძალიან კარგი კომპანია. და ერთ დეტალს მე ბოლოსკენ დავამატებ, მე მიმაჩნია, რომ საქართველოში არიან ადამიანები, რომლებსაც ტექნოლოგიურად აქვთ ის უნარები, რომელიც დღეს საჭიროა, რომ შექმნა რაღაცა disruptive კომპანია ნებისმიერ ინდუსტრიაში და ამის მაგალითი ალბათ პულსარიც არის, იმიტომ რომ ხელოვნური ინტელექტი ერთ-ერთი ესეთი მიმართულებაა, ვიტყოდი და ის თავარი კომპონენტი, რომელიც აკლია და რომელიც ყოველთვის დააკლდება, იქნება ის, რომ ძალიან რთულია ქართული ყოველდღიურობიდან დაინახო ამერიკული ყოველდღიურობის პრობლემები, რომელიც შეიძლება მერე გადაჭრა. ამიტომ ერთი მთავარი ნაბიჯი იქნებოდა ჩემთვის ყოველთვის ის, რომ იქაურ ეკოსისტემაში და იქაურ ყოველდღიურობაში გათვითცნობიერებული ადამიანი ყავდეს გუნდში. ეს არის ჩემი აზრით ერთ-ერთი ყველაზე კაი ნაბიჯი, რაც შეიძლება გადადგა, რომ აი თუ ხართ 2-3 თანადამფუძნებელი, ყავდეს მეოთხე და ის იყოს ამერიკაში. იმიტომ რომ ის ბუნებრივად აქვს ის ფილტრი, რომელიც შენ აქ გაქვს და თუ ვიღაცას ენდომება, რომ საქართველოს შექმნას კომპანია, შენ იქნები ამ უპირატესობის მატარებელი, მაგრამ თუ ვიღაცას უნდა, რომ კომპანიის პირველი ნაბიჯები დაიწყოს ამერიკიდან, მაშინ იქ გჭირდება იმ რეალობაში, რომ ჩაიხედო და მეორე დეტალი კიდე, რომელიც მე დავაფიქსირე, არის ის, რომ პროდუქტის შექმნა უფრო ადვილია სხვადასხვა ქვეყანაში, სხვადასხვა ქვეყნისთვის, მას შემდეგ რაც ინფორმაცია მოგაქვს თუ რა უნდა გააკეთო, ვიდრე გაყიდვები და მარკეტინგი. ანუ აი იმის შეგრძნება და იმის გაგება თუ როგორ შეიძლება აწარმოო გაყიდვები და მარკეტინგი ამერიკაში, ბევრად უფრო რთულია საქართველოსდან, ვიდრე იჯდე ქართულ ოფისში, თბილისში, ბათუმში, ქუთაისში და ქმნიდე პროდუქტს, რომელთაც შენ მერე ემსახურები ამერიკის ბაზარს მაგალითად. ამიტომ მე მიმაჩნია, რომ აი ის თანადამფუძნებელი, რომელიც გეყოლება ამერიკაში, უნდა იყოს ის ადამიანი, რომელიც თავის თავზე აიღებს ზუსტად ამ ნაწილს, გაყიდვებსა და მარკეტინგს და ამ მიმართულებას გაუძღვება და შენი გუნდით საქართველოსდან იქნები პროდუქტის ნაწილი ამ კომპანიაში, იმიტომ რომ თავიდანვე გამოიკვეთება ხოლმე კომპანია, როცა იწყება, რომელი მიმართულებით მიდის, არის ეს უფრო product startup-ი, რომელიც პროდუქტია მაგარი, თუ ეს არის sales and marketing startup-ი. და რთულია sales and marketing startup-ი იყო ამერიკისთვის საქართველოსდან, მაგრამ არ არის რთული იყო product startup-ი ამერიკისთვის საქართველოსდან. ამიტომ აი ეს დეტალი, რომ ყავდეს იქაური თანადამფუძნებელი და იცოდე, რომ აქედან პროდუქტი უფრო მაგარი იქნები ვიდრე გაყიდვებსა და მარკეტინგში, ჩემი აზრით არის ალბათ იმ რაღაცა რეცეპტის ორი კრიტიკული ნაწილი, რომელიც ჩემი გამოცდილებიდან ყველაზე მეტად ამართლებს. დაჩიჭოლოძე, ქალბატონებო და ბატონებო, დიდი მადლობა მას. Pulsar AI, ხო, კი, Pulsar AI მაინც მიუხედავად იმისა, რომ სპინკართან ყველაფერი, ასე ვთქვათ, შედგა და დასრულდა და პროცესის ბოლო დეტალები გადის. Pulsar AI-ის დამფუძნებელი, აღმასრულებელი დირექტორი და მმართველი პარტნიორი. მადლობა Forbes საქართველოს და Visa-ს ამ პლატფორმისთვის, რომ უახლესი ინფორმაცია ტექნოლოგიებზე, ახალი ტექნოლოგიებით და ხელოვნური ინტელექტით პირდაპირ უსხოვნური ინვესტიციების მოზიდვაზე გვესაუბრა დღეს დაჩი. დიდი მადლობა.